ონიას ნუ აიღებთ, აიღეთ სუკი. მჭლე არა, სუკი. მჭლე ბარკლისაც არის მისგან არაფერი არ გამოვა და ის უგემურია. ხო რა, მოკლედ აი ესე, ხლამას მე მარილს მოვაყრი და ამას იცი რა მუღამია აქ. ჩვენი გვარის ეკლესია იყო, უბანი იყო ცხინვალში. რავი, ცხინვალელები ხართ, თუ ვინმე ხარ ცხინვალში ან ნამყოფი ხარ. გვარის უბანი? უბანი იყო კვანჭახან უბანს ეძახდნენ. და ჩვენი ეკლესია იყო იქ. სალუცა. აი, ვინც ცხინვალი, ხო, კვანჭახან ეკლესია იყო, აი, ვინც ცხინვალი იცით. უბანი იყო ესეთი. ებრაელები ცხოვრობდნენ, სულ გრძელი ქუჩა იყო და ქუჩის ბოლოში იყო ეკლესია. ძველი ქალაქი იყო, ჭიაკოკონობა იმართებოდა ხოლმე. ისეთი აი გეუბნები, ხალები დაირაზე უკრავდნენ. ცხინვალი აი როგორ გითხრა, ბევრ ქალაქში ვარ ნამყოფი, მაგრამ სხვანაირი ქალაქი იყო, აი ქალაქური ცხოვრება მიდიოდა. განა ვიღაცაზე მეც ვიძახე, ფოთში ქალაქური, არის იქ სხვანაირი ხალხი ცხოვრობდა, სულ სხვანაირი, ეს სულ სხვანაირი ხალხი იყო. განა იმიტომ რომ არ ვიცი ალბათ რა ისე მაგონდება ისინი, აი ნამდვილი ქალაქელი ტიპები იყვნენ. აი ქალაქური ცხოვრება მიდიოდა და სამწუხაროდ ვერ მოესწრება. არა, მიწა ჯანდაბას წაიღეს. არა, წაიღეს ეგ ყველაფერი დროებითია, მაგრამ ხალხი დაიფანტა რა, ის ხალხი დაიხოცა, ის რაღაცა ჩაწყდა რა. ღმერთ მანქანაზე ვინც ხინვალელები იყვნენ, ის ხალხი დარჩეს. და ის ყველაფერი თუ უკან ცოცხლები დაბრუნდნენ, ის თაობა ვინც იცხოვრა, თუ არა იმიშვილები ნაღდი უკან დაბრუნდებიან რა. რა ის გემოები, ის მუსიკა იყო თუ რაღაცა, მე თოვლი მომივიდა, სულ ყველ მოდიოდა ხოლმე რა და მთელი ქალაქი გამოდიოდა, სულ ყველ ციგაობდა. ამიტომ ბატონო ირაკლი, ეხლა მე მოგონებებში გადავარდი, ამ ხას სულ მოგაწვდი ამ დაფას. ა? დაფას მოგაწვდი.